ომი და მშვიდობის ნარატივზეც რომ ვისაუბროთ, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო თავსმოხვეული, მაგრამ სამწუხაროდ წარმატებული ნარატივი, რაც ქართულმა ოცნებამ გამოიყენა. მათ შორის წარმატებული იყო, იმიტომ ჩვენთან ძალიან ახლოს მიმდინარეობს საკმაოდ მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური ომი უკრაინაში და ეს ასე ვთქვათ თავს მოახვიეს ხალხს ამ ომში. თავს მოახვიეს არასწორად სიტყვა არის პრინციპში, იმიტომ რომ რეალურად ომის შიში არის ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა. ხო არავის არ უნდა კონფლიქტს, მით უმეტეს ქვეყანას, რომელმაც გამოიარა რამდენი ომი. ხო, ბოლო რამდენიმე 10 წლებში ძალიან ბევრი, ერთი ქვეყნისთვის ძალიან ბევრი ნამდვილად. ეს ტრავმა ცხადია რომ ბუნებრივია არსებობს, მაგრამ ისევ და ისევ ომი არავის არ უნდა და თუ კი შენ ომი არ გინდა, მაშინ შენ უნდა შექმნა კარგი და ნორმალური სახელმწიფო. მათ შორის ომი და არეულობა არ არის მარტო საგარეო ომი და არეულობა, ომი და არეულობა არის ქვეყნის შიგნითაც რომ შეიძლება რაღაცა მოხდეს, ხო? ესეც რომ თავიდან აირიდო, ამისთვის აუცილებელია რომ შენ გქონდეს გამართული ქვეყანა. საქართველოში სამოქალაქო ომი დაიწყო თავის დროზე. იმიტომ რომ არ არსებობდა გამართული ქვეყანა. როცა შემდეგ გამართული ქვეყანა მიარსება, რაღაც მეტნაკლებად გამართული ქვეყანა, ჩვენ შევძელით რომ სამოქალაქო ომი თავიდან აგვირდებიან და პოლიტიკური ცვლილება ასევე არა მოსაწონი, მაგრამ ბევრად უფრო მშვიდობიანი გზით შეგვექმნა და 2012-ში ისეთ შევძელით, რომ არჩევნებით შეგვეცვალა ხელისუფლება, ხო? და აი ამის გზა, რომ როგორ მივიდეთ ამ კონდიციამდე საქართველოს არის ჩამოყალიბებული ნორმალური სახელმწიფო, სადაც შიდა პრობლემათა გამკლავებას და გარე პრობლემათა გამკლავებას შესაძლებელი არის შიდა ინსტიტუციური მექანიზმები და ჩვენი დასავლელი და ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერით, აი ეს გზა და რუქა გადის ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე.